4 ოქტომბრის საქმეზე დღეს ორგანიზატორებად მიჩნეული და კიდევ 5 პირის ხდომა გაიმართა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლია. ბრალდებამ მტკიცებულებებად მიიტანა სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ მიიტანილი ვიდეოები მხოლოდ პოლიტიკოსების შეფასებებს მოიცავს და საქმეში არ დევს მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა რამე დანაშაული ჩაიდინეს. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საპროცესო შეთანხმება შედგეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ბრალდებულებმა დანაშაული აღიარონ. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ, მათ ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ძალადობის ორგანიზებასა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. იანვარს ჩაინიშნა. Მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში რაც იყო, არის ის, რომ მურთაზოდელოვან ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. რაში გამოიხატება ეს კონკრეტულად? თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა, ამაზე მსჯელობაო და სრულიად ობიექტური არის ამ საკითხზე სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ ზოგადად მიდგომებს ბრალდების მხარისას, პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდაოდ ხდიან მტკიცებულებებს, მათზე გარკვეული სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება. ამ შემთხვევაში ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება შეფასება კონკრეტული საკითხის. რაც შეეხება ვიდეოს, სადაც ირაკლი ნადირაძე და მურთაზოდელავა შედიან რამოდენიმე ნაბიჯით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, რომლის ზღობაც ძალიან საერთო გარემოებებში მოირღვა და ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოება იქნება, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და ობიექტური დასკვნა დადოს. ეს არადასტურებს არც ძალადობის ორგანიზებას, ელემენტარული არავის მიმართ მოწოდება არ ყოფილა, რომ მათმა გაყოლოდათ და არადასტურებს არც მათი მხრიდანაც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავების მცდელობა. დღეს მათ შორის ნიკა გვენცაძეს გამართებით ჩაირთო რამდენიმე ვიდეო, რომელიც უნდა ადასტურებდეს იმას, რომ ნიკა გვენცაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და ძალიან ლოგიკური სამართლიანი კითხვა ჰქონდათ, რომ რადგან ორი ბრალია კონკრეტული ვიდეო, რომელ დანაშაულს ადასტურებდა. ეხლა ამაზე პასუხი ვერ მოვისმენთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იქ ჩანს ნიკა გვენცაძის სახე, მაგალითად ნიკა გვენცაძის გადაადგილება, თუმცა იქ არ არის ასახული სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად დუმილი პროკურატურის მხრიდან ასევე ლოგიკური და გასაგებია აბსოლუტურად.